მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სწორად აღნიშნეთ თქვენ დიანა. ამ შემთხვევაში რაც პირველი რაც უნდა აღვნიშნოთ, ის არის რომ სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, ვიდრე ეს ხდება ჩვეულებრივ რიგით საქმეებზე, ყველაზე კარგი შემთხვევაში ეს 2 თვე არის ხოლმე, 2 თვე, 3 თვე, თორემ ისე იწელება ხოლმე დაახლოებით რამდენიმე თვეზე და მეტზე წელიწადზეც გაწელილა კონკრეტული საქმეების მიღება და ასევე რაც არის მნიშვნელოვანი უნდა აღინიშნოს, რომ საჩივები, რომლებიც იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, დაახლოებით 70-75% ვერ ლახავს ამ პირველ ეტაპს, დასაშვებობის ეტაპს, რასაც ჩვენ მიღებას უწოდებთ და რაც გაიარა ანდრო ჭიჭინაძის საქმემ. უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში 14 მარტს ჩავიდა სტრასბურგში ჩვენი საჩივარი და 17 მარტს უკვე ის მიიღო სასამართლომ განხილვაში და დაგვიბრუნა პოსტის საშუალებით წერილი შეტყობინება, რომელიც ჩვენ გუშინ პროცესამდე მივიღეთ. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში არის სიმბოლური, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ჩვენ პირველივე წარდგენის ხდომაზე გავაჟღერეთ ის რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო საქმე თავისი აბსურდულობიდან გამომდინარე, რომელიც გაიგზავნებოდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოში. შემდგომ უკვე როდესაც წინა სასამართლოს ხდომაზე ვიყავით, იქ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ გავაგზავნეთ უკვე ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში და უკვე დღეს, როდესაც არსებითი განხილვის პირველი ხდომა იყო, ჩვენ მივიღეთ რამდენიმე საათით ადრე შეტყობინება, რომ ჩვენი საჩივარი დარეგისტრირდა, მას მიენიჭა უნიკალური კოდი და შესაბამისად უკვე სტრასბურგის სასამართლო გაყვება პროცედურებს და იმსჯელებს იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლის დარღვევასაც ჩვენ მუთითებდით საჩივარში. კი ბატონო, რა მუხლებია? მოდი მივყვეთ აქ მე თქვენი განცხადება მაქვს პარალელურად გახსნილი. რა მუხლებით ჩივით თქვენ სტრასბურგის სასამართლოში, რა მუხლების დარღვევაზე? ეს არის მუხლები, რომელზედაც როგორც გითხარით, პირველივე დღიდან ვაპელირებდით ჩვენ. პირველი ეს არის მეხუთე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. იმიტომ რომ როდესაც მისი პატიმრობა ზოგადად იყო უკანონო. პირველივე წამიდან, როდესაც ის დააკავეს 5 დეკემბერს, სხვადასხვა ეს არის რიცხვი, როდესაც სანდრო ახმეტელის დააკავეს თავის დროს და ეს სიმბოლურად ასე ემთხვევა. როდესაც ის დააკავეს, არ არსებობდა არანაირი საფუძველი, ყველაზე მინიმალური დასაბუთებული ვარაუდიც კი, რომ ანდრო ჭიჭინაძე დაეკავებინათ. რა თქმა უნდა, შემდგომ ის გაგრძელდა უკანონოდ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებით და რამდენჯერმე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით. შესაბამისად, პირველი არის მეხუთე მუხლი. შემდგომში არის მეექვსე მუხლი, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და სამართლიანად საქმის განხილვის უფლების დარღვევა, რაც ცალსახად ეს უფრო ფართო მუხლია. ეს უკვე მთელი პროცესები განმავლობაში მტკიცდება თუ ეს უკვე არის ფართო მუხლი, რომელიც იწყება პირველივე დღიდან და გრძელდება დღემდე. თუნდაც მეხუთე მუხლის დარღვევა შედის მეექვსე მუხლში, თუნდაც დაკავება, შემდგომ მისი განხილვა, ის რასაც ჩვენ ვამბობთ მუდმივად, რომ აქ მოსამართლეები არაფასებენ რეალურად იმას, რასაც უნდა აფასებდნენ, არაფასებენ საფრთხეებს, რომლის გამოდაც აღკვეთი ღონისძიება უნდა გამოიყენონ. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ არსებობდა არც მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, არ არსებობდა არც მიმალვის საფრთხე, არ არსებობდა საგამოძიებო ორგანოებთან რაიმე სახის ისეთი კომუნიკაციის სახე, რომელსაც შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის. აი, როდესაც ამაზე არ მსჯელობს სასამართლო და ისე იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის ჩვენ არაერთი ხელწერილის წარუდგინეთ, ხელმოწერებით საერთოდ როცა ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს და ამ უკანონო გადაწყვეტილებების შემდგომ, როცა შენ სააპელაციო სასამართლოში აგზავნის საჩივარს და არც ერთი მათგანი არა თუ დაკმაყოფილებული, მიღებულიც კი არ არის და დასაშვებობის ეტაპსაც კი ვერ გადის, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს აპელირება მე-13 მუხლზე, რაც არის შიდა დონეზე მექანიზმების არარსებობა, ის რომ არც ერთ მოქალაქეს და ამ შემთხვევაში ანდრო ჭიჭინაძეს არ აქვს შიდა დონეზე ქვეყნის შიგნით რაიმე სახის ბერკეტი იმისა, რომ ვინმეს ედაოს, ისე რომ ის იყოს ეფექტიანი. ის იყოს ეფექტური ამ შემთხვევაში. მაგალითისთვის შენ სადაც შეგიძლია რომ საჩივარი გააგზავნო, სადაც შეგიძლია რომ განცხადება გააგზავნო, შენი შუამდგომები დააყენო, არც ერთი მათგანი დაუსაბუთებლად არის უგულებელყოფილი. სასამართლო არ ითვალისწინებს ამას, სასამართლოში როდესაც აგზავნის საჩივარს ის არც კი იღებს ამას, ასე რომ მე-6 მუხლთან ერთად მე-13 მუხლის დაყენება სტრასბურგის სასამართლოში იყო უმნიშვნელოვანესი. ასევე მე-18 მუხლი, რომელიც არის პოლიტიკურ მოტივაციაზე დამყარებული და ეს რა თქმა უნდა ყველას ესმის, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ჩვენ ამას პირველივე დღიდან ვამბობთ. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს, რომ მე-18 მუხლის დარღვევას დაადგინოს სასამართლომ.
და ასევე გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და манифестაციის უფლება, იმიტომ რომ არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან დაიწყო ზოგადად ანდრო ჭიჭინაძის დაკავება და зогадად იმ ბიჭების დაკავება, რომლებიც დღეს ინდისის პატიმრების სახელით არიან მოხსენიებულები. ისინი გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, შეკრებისა და манифестაციის უფლებით სარგებლობდნენ იმ უფლებით, რომელიც მათ კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული, შესაბამისად, მათი დღეს ამ ფორმით დატყვევებით დაირღვა ასევე გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და манифестაციის უფლება. კი ბატონო, ის რომ ჩქარა მიიღო წარმოებაში, ანუ შინაარსში შედიან ამ დროს, აი სისწრაფე რა რისი ნიშანია სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, რაღაც ტექნიკური ამბავია თუ დამოკიდებულია საქმის არსზე? როგორც წესი, ჩვენ თუ თვალს მივადევნეთ პრაქტიკას, რომელიც აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ასევე თვალს მივადევნეთ საკუთარ პრაქტიკას, რომელიც გვაქვს მათთან კომუნიკაციის შედეგად, ისინი დეტალურად შინაარსში არ შედიან, რა თქმა უნდა, როდესაც ამ ნაწილს განიხილავენ, თუმცა რა თქმა უნდა აფასებენ რაღაც მიმართულებით მაინც რამდენად შეიძლება პერსპექტიული იყოს საქმე, რამდენად არსებითად დარღვევებს უთითებს და რამდენად არის ის იმ ფორმალურ ჩარჩოებში ჩამჯდარი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მოითხოვს. ის რომ 4 დღეში მიიღოს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდო დარღვევა შეიძლება დაინახა სტრასბურგის სასამართლომ და ის თulis რომ ეს საქმე ფორმალურადაც და შინაარსობრივადაც შესაძლოა იყოს საინტერესო იმისთვის, რომ შემდგომ პროცედურებზე გადავიდეს. აქედან გამომდინარე ეს არ არის შემთხვევითობა, რომ 4 დღეში მიიღოს საჩივარი, თუმცა უფრო მეტს რა საკითხები დააინტერესებს სტრასბურგის სასამართლოს, რა საკითხებში დაინახავს დარღვევას, ნახავს თუ არა ის საერთოდ დარღვევას ამ საქმეში, ამასთან დაკავშირებით უკვე შემდგომ კვირეებში და თვეებში გავიგებთ ჩვენ ამ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მინდა ასე იყოს, რომ ან დრო სხვებთან ერთად უფრო ადრე იყოს თავისუფალი, ვიდრე სტრასბურგიდან პასუხის მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რაღაცნაირად დროებითი ზომა, რაღაც დავალდებულება და მსგავსი ტიპის მოლოდინები თუ არსებობს, თუ ეხლა არსებით განხილვაზე როცა გადავა, ეს რაღაც თვეები, ზოგჯერ წლების ამბავიც ყოფილა, ხომ ასეთი პრაქტიკა არის სტრასბურგში. როდესაც საქმის მიღებას წარმოებაში სჭირდება თვეები, შესაბამისად შემდგომ ამ საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღებაც წლები იწლება. მაგრამ როდესაც საქმე მიიღება ასეთი ფორმით და ასეთი დაჩქარებით, ჩვენ გვაქვს იმის ვარაუდი და მოლოდინი, რომ კომუნიკაციის ეტაპიც და ეს განხილვაც წავა სწრაფად. გადაწყვეტილება ზუსტად რა მომენტში იქნება და რამდენი ხნის შემდგომ ამაზე თქმა ცოტა რთულია ამაზე საუბარი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ის საკითხი, რომ აი ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ან დროს თავისუფლება, ან ბიჭების თავისუფლება, ეს საერთოდ არ დადგება დღის წესრიგში, იმიტომ რომ შემდგომი გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღოს სასამართლო და მათ შორის აკვეთი ღონისძიება გადასინჯოს, იმედი გვაქვს, რომ იქნება მაინც ახლა ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც შეესაბამება როგორც შიდა დონეზე, ასევე ევროპულ დონეზე იმ სტანდარტს, რომელსაც წესით უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე. კი ბატონო, მინდა რომ ამ დროს საქმეზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, ის ვთქვათ რადევს საქმეში, მე მილაპარაკი ამის შესახებ, რომ არის მხოლოდ რამ ვთქვათ ვიდეო კადრი, რომლითაც რთული ხდება, ეს ვთქვათ რა ტრაექტორიით მოიქნიან ეს ვთქვათ არსობრივად შინაარსის გადმოცემა ვის მიემართებოდა ეს რთულდება, მაგრამ მაინც მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განვმარტოთ რადევს საქმეში და რა საფუძველი არსებობს. ის სულ საუბრობს პროცესზეც და ადვოკატებიც ამბობენ, რომ აი არანაირი სამართლებრივი საფუძველი მის პატიმრობას არ აქვს. ბრალდების მხარეს რას ამბობს და რითი შეგიძლია თქვენ ამის გაბათილება? პირველ რიგში ბრალდება, რასაც ვერ აკეთებს, ეს არის რომ ბრალსაც ვერ აზუსტებს. ანუ ანდრომაც ეს აღნიშნა რამდენჯერმე და ჩვენც მუდმივად ამას ვამბობთ, რომ ბრალს როდესაც ვკითხულობთ, ის არის ერთიან კონტექსტში წარმოდგენილი. ანუ არ არის დაკონკრეტებული მაგალითად ანდრო ჭიჭინაძემ რა ჩაიდინა. შესაბამისად, ჯერჯერობით კიდევ არ დაუკონკრეტებია ეს ბრალდების მხარეს და ჩვენთვის გაუგებარია დღემდე კონკრეტულად რას ედავება და რას ცდილობს. ეს არ არის შემთხვევით გაკეთებული, ეს არის განზრახ გაკეთებული, იმიტომ რომ ამ ეტაპამდე
ბრალდება ჯერჯერობით ვერ აქვს ჩამოყალიბებული, რაში შეიძლება მოედავოს ანდროს. რა ვიდეოებიც არის წარმოდგენილი, იმ ვიდეოებში არ ჩანს ანდრო ჭიჭინაძის მიერ რაიმე სახის ძალადობა, არა თუ პოლიციელის მისამართით, არამედ ნებისმიერი მოქალაქის მისამართით. ასევე წარმოდგენილი ვიდეოებში არ ჩანს რაიმე სახის მიზეზ შედეგობრივი მოქმედება, რომ თუნდაც აი ის რაც აბსურდი რაც წერია საქმეში, რომ თურმე ანდრო ჭიჭინაძემ და სხვა ბიჭებმა დააზიანეს პარლამენტი, თურმე არ ვიცი ბუჩქებიც დააზიანეს, ყვავილებიც და ანუ ყველაფერი დააზიანეს ერთდროულად, ცოტა გასაკვირია როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა, თუნდაც 11 ადამიანმა, რომლებიც სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს იყვნენ რაიმე სახის მოქმედების განხორციელება და თუ ეს გააკეთეს რეალურად, სად არის ეს მტკიცებულებები, ხო? ეჩვენებინათ, რომ მაგალითად ანდრო რამეს ისვრის, ან ვინმეს ცემს, ან ვინმეს ეს ხვდება. დღემდე ეს მსგავსი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვერც იქნება მსგავსი წარმოდგენილი და ამას ადასტურებს როგორც არსებული მტკიცებულებები ვიდეოს სახით, ასევე ადასტურებს თავადის მოწმეები, რომლებიც თითქოს დაზარალებულად ყავს მოყვანილი პროკურატურას, იმიტომ რომ დაახლოებით 37 ადამიანი არის გამოკითხული და არც ერთი მათგანი არ უთითებს, რომ არც ანდრო ჭიჭინაძეზე და არც სხვა სინდისის პატიმრებზე, რომ მე დავინახე ეს ადამიანები, ამან მესროლა, ამან დამაზიანა, პირდაპირ წერენ. არა თუ შემოვლით პირდაპირ წერენ, რომ მე ვერ დავინახე, ვინ მესროლა, მე ვერ გავარჩიე იქ ვინ იყო, თუმცა ვიცი რომ აქტივისტი იყო. ეს რა თქმა უნდა არის ის სპექტაკლი, რომლის დაჯერებაც ხა საზოგადოებაში ძალიან რთულია. და ეს უჭერს პროკურატურას და პროკურატურას ძალიან ცუდად ყავს შერჩეული ადამიანები, რომლებსაც ამ სპექტაკლს დააჯერებინებდა. და ის ადამიანები, რომლებსაც დააბრალებდა ძალადობას. არც ანდრო ჭიჭინაძე და არც ის ბიჭები, რომლებიც არიან წარმოდგენილები, არ არიან მოძალადები, პირიქით ეს ადამიანები არიან სახე დღევანდელი საქართველოში, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და ისინი აკეთებენ ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეთ თქვენ, მე და ნებისმიერი მოქალაქე. თორნიკე, ნახეთ, მომისმენია ნაწილში ასეთი ტიპის ეს თქვათ კომენტარები, რომ იქ ხომ ვიღაცა რაღაცებს ისროდა, იქ ხომ ნახეთ, რომ პარლამენტის პირველ სართულს წვავდა და ასე შემდეგ. სად არიან ეს ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც ასევე შესაძლებელი იყო? ეს დიანა არის ჩემი საფუძვლიანი ვარაუდი, რომელსაც ჩემი აზრით ამყარებს ბატონი შაიშმელაშვილის ინტერვიუს ნოდარ მელაძესთან, რომელიც ცალსახად და გარკვევით ამბობს, რომ არსებობენ პროვოკატორები, რომლებიც ამ ასე ვთქვათ მოქმედებებს ჩადიან და სწორედ ამიტომ არ არიან ისინი დასჯილები არასდროს, იმიტომ რომ ისინი არიან პროვოკატორები, რომლებიც იწყებენ კონკრეტულ მოქმედებას იმისთვის, რომ თითქოს სპეცრაზმისთვის და იმ არ ვიცი ვინ არის გადაცმული ნიღბიანი პიროვნებებისთვის ქმნიან ხელოვნურ საფუძველს იმისა, რომ თითქოს აქტივისტები ახლა ძალადობენ ვინმეზე და აი ახლა დრო არის, რომ მოდით შევესიოთ ამ ხალხს და ახლა ეს არის დრო იმისა, რომ დავარბიოთ ისინი. ეს არის ძალიან უნიჭო სპექტაკლი, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ხედავთ, ზუსტად ვიცით, რომელ დღეს, რომელ საათზე დაიწყება ეს ყველაფერი, ეს იცის ყველამ, იმიტომ რომ იქ არის არაერთი პროვოკატორი და ეს არ არის მხოლოდ ტელევიზიებით ნაჩვენები რა, ჩვენც რიგითი მოქალაქეები ვდგავართ იქ და ვხედავთ, ვინ რას აკეთებს. და ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან გასაჟელი სკამზე, ჩვენ ყველამ ნახეთ იქ როგორ იდგნენ და რას აკეთებდნენ, მაგრამ რეალურად ვინც ჩადის ძალადობას და რეალურად ვინც ძალადობს ისე რომ აი სიკვდილამდე მიყავს ადამიანი და ეს არაერთი ფაქტი არსებობს ამის, ეს ადამიანები არიან გარეთ. ზოგი გირაოს გამო და ზოგი არც მივიდა სასამართლომდე. კი ბატონო, მადლობა. მადლობა თორნიკე, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი იყო ჩვენი სტუმარი.